მოგონილი კანონმდებლობით და მოგონილი ბრალით ბიძინა ივანიშვილი 8 მშვიდობიან დემონსტრანტს 4 წლით ციხეს უანონსებს. ქართული ოცნება ცდილობს რუსულ ბელორუსული სცენარით დააშინოს ევროპული მომავლის მცველები, თუმცა ფაქტია, რომ ეს სცენარი საქართველოში არ მუშაობს და მათი არავის არ ეშინია. ჩვენ ახლა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან ვიმყოფებით, სადაც 8 დაკავებულიდან 6 ყავთ მოთავსებული, 2 კი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ის ფაქტი, რომ 8 დაკავებული თბილისი მოლთან დააკავეს 2 თებერვალს ადმინისტრაციული წესით და როგორც კი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ამოეწურათ, ისინი სხვადასხვა იზოლატორებიდან გამოიყვანეს, გაუღეს კარიციხის და უთხრეს, რომ იყვნენ თავისუფლები. თუმცა როგორც კი იზოლატორის კარი გაიღო, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სტრატეგიული ობიექტის გადაკეტვას ჯგუფურად ედავებოდნენ და უკან უნდა შეებრუნებინათ. დაკავებულები არიან ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა, ირაკლი წიგნაძე, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი. პირველების ჟურნალის ჰქონდა დღეს შესაძლებლობა კითხვები დაესვა დაკავებულებიდან 2-ისთვის, დიმიტრი ბიძინაშვილისა და გიგი უგულავასთვის. ორივე დაკავებული აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებენ, არ ეშინიათ ოლიგარქიული რეჟიმის, რადგან ზუსტად ხვდებიან, რომ ისინი ახლა სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან. ბატონო გიგი, სისხლით გაკავებენ ამჯერად რაზე? ბატონო გიგი, რაზე? დაიწე. ანუ ახალი საქმე დაიწყო თქვენს წინააღმდეგ? რას ცდილობენ ბატონო? ბატონო გიგი, ადმინისტრაციულით. დაიწე, არ შეიძლება. უკაცრავად. ერთი წუთი ბატონო. დაიწე. დიმა, სისხლთან დაკავშირებით გადმოგიყვანეს? თავიდან გაკავებენ დიმა? ის რომ ვახო გომელაური 8 დაკავებულს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით აბსურდულ ბრალს უყენებს, ამაზე ძალიან ღიად საუბრობენ ადვოკატები, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ძალაში არ მყოფ არაკონსტიტუციურ კანონს იშველიებენ იმისთვის, რომ დაამტკიცონ 8 დაკავებულის ბრალეულობა, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ადგილი არ ქონია თბილისის გასასვლელში გზის გადაკეტვა, შესაბამისად კიდევ უფრო მეტად აბსურდულია ის ბრალდება, რომელზეც საუბრობს საგამოძიებო უწყება. რეჟიმის პირობებში ნებისმიერი ნორმა ინსტრუმენტად არის ქცეული და მათ არაფერი აინტერესებთ გარდა იმისა, რომ ხალხი დააშინონ. არ იქნებოდა ეს მუხლი, სხვა მუხლით შეეცდებოდნენ ადამიანების დაჭერას და დაშინებას. შესაბამისად, ერთადერთი გზა ამ უკანონობისგან თავის დასაღწევად გადის რეჟიმის ჩამოშლაზე. ნებისმიერი ადამიანი, ვინც რეჟიმის მოწინააღმდეგეა, პრობლემაა და ნებისმიერის მიმართ არსებობს მსგავსი რისკები. საერთოდ გაურკვეველია კვალიფიკაცია, საერთოდ გაურკვეველია რა მიზნით და მით უმეტეს წინა დღისით გამოცხადებულ ინკრიმინირებულ ქმედებას მეორე დღეს ამდენი ხალხის დაკავება, როცა დრო უნდა მისცი ადამიანებს, რომ გაიაზრონ, წაიკითხონ და ასე ვთქვათ, გაეცნონ ამ კანონქვემდებარე აქტს, ჩემთვის არის სრულიად გაურკვეველი. ამიტომ მე დიმიტრი ბიძინაშვილის ქმედებაში გზის ბლოკირების მცდელობას ვერ ვხედავ, უფრო მეტიც თავად პოლიცია ეუბნება, რომ ერთ-ერთ ვიდეოში ყოფ ხალხს, რომ გადაკვეთეთ და მოგცემთ საშუალებას და ამის შემდეგ როგორც ჩემთვის ცნობილია აკავებენ და არ ვიცი, თუ პირველი დასაკავებელი იყო, პოლიციელები იყვნენ დასაკავებლები, იმიტომ რომ ისინი კეტავდნენ გზას და არა იყოფი მოქალაქეები. ფარება ძალადობს, პოლიციელები ძალადობენ, ყველა მოძალადე დღეს არის გარეთ და თავისუფალი ადამიანები უნდათ რომ დაიჭირონ და წიგნაძე, რომელიც ადმინისტრაციულად დააკავეს, იმიტომ რომ ნაცე მოქალაქეს ძირს რო დავარდა, იმას ეხმარებოდა და თითქოს ამის გამო არ შეეწინააღმდეგა პოლიციას. აი ამის მუხლით იყო და დღეს უკვე სისხლით გადაუყანეს. ეს არის ცრუ სამართალი, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. ეს არ არის სამართალი, ეს არის ცრუ სამართალი, რომელიც ესახურება დიქტატურას. ტელევიზიაში გავრცელებული კადრებით და იქ მყოფი ადამიანების განცხადებით მაგისტრალის გადაკეტვა არ მომხდარა, სწორედაც აი მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობით არის გამოძიება დაწყებული და რაც შეეხება ჩემი დაცვის მოსყოფილ პირს ნიკოლოზ კუტუბიძეს, რომელიც არის 20 წლის, თვითონ ნიკოლოზ კუტუბიძე იდგა ტროტუარზე, საერთოდ გზის სავალ ნაწილზეც კი არ იდგა, საერთოდ ადმინისტრაციული წესითაც არ არის საფუძველი, რომ იქნას დაჯარიმებული და საერთოდ საუბარი ზედმეტია სისამართლის დანაშაულის ჩადენაზე, იმიტომ რომ არ არსებობს სისამართლის დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში.
ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა, ამას ამბობენ პოლიტიკოსები. ბუნებრივია პროდასაური ოპოზიციის მხრიდან მოყვა ძალიან მწვავე შეფასებები გადაწყვეტილებას, რომელიც ვახო გომელაურმა მიიღო, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ არა მხოლოდ პროტესტის მუხტის ჩაქრობა უნდათ, რომ საბოლოო ჯამში ყველა ადამიანს გააგებინონ, რომ არ უნდა ამოიღონ ხმა, არ უნდა ისაუბრონ, არ უნდა თქვან რა აწუხებთ, რა არ მოსწონდა, უნდა იყვნენ მონურმორჩილებაში ოლიგარქიული რეჟიმის, თუმცა რა თქმა უნდა პოლიტიკოსების შეფასებით საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან ოლიგარქიულ წყობილებას და მათთვის ივანიშვილის მიერ დაწერილი კანონები არ იქნება. გარდა ამისა, პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ იმას, რომ უახლოეს დღეებში დაიწყოს პოლიტიკური ლიდერების დაკავება იმ ადამიანების, რომლებიც იმყოფებოდნენ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, განსაკუთრებულად აქტუალური კი ეს თემა მაშამდე გახდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ხუთშაბათს მანდატებს მოუხსნიან პოლიტიკოსებს. საუბარი არის 3 პოლიტიკურ ძალაზე, ძლიერ საქართველოზე, კოალიცია ცვლილებისთვის და ასევე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის იმ დეპუტატებზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მანდატებს ფლობენ. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე და არ გამორიცხავენ პოლიტიკოსები, რომ ხუთშაბათის შემდეგ ისინი დაიბარონ და სისხლის სამართლის მუხლით გაასამართლონ. რეჟიმი დამარცხებული არ არის. იგი არის გადასული ძალიან სერიოზულ აგრესიაზე, გადასული ავტორიტარიზმიდან დიქტატურის მიმართულებით, დარჩით მხოლოდ თქვენ კრიტიკული მედიები, რომლის დახურვა იქნება ბოლო წერტილი, იმიტომ რომ პოლიტიკოსების და აქტივისტების დაჭერა უკვე სრული მოცულობით ხედავთ რა ხორციელდება, ხვალ მოიხსნება მანდატები, ცხადია ჩვენი მიმართვის საფუძველზე და შესაბამისად იმუნიტეტი იმათი, ვინც პარლამენტის წევრად იყო, რა ვიცი, ამ პარლამენტის თვითონ პარლამენტის წევრად არჩეული. ხვალ ნახავთ ამ თუ ან ზეგ როცა მოიხსნება ეს მანდატები, ნახავთ ბევრ სისხლის სამართლის საქმეს. ანუ ელოდებით, რომ დაკავებების სერია გაგრძელდება მათ შორის პოლიტიკოსები. გაგრძელდება ყველაფერი, ვიდრე არ იქნება პასუხი ძალიან ხისტი. პოლიტიკოსების განეიტრალება არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება იმისთვის, რომ თავარი პირები ჩამოაშოროს პოლიტიკურ ბრძოლასთან წინააღმდეგობას, რასაც ჭირდება ერთადერთი რამ ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტიის ერთიანი სტრატეგია, იმიტომ რომ შეუძლებელია გათითოკაცებულმა ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკურმა პარტიებმა დაამარცხონ იმ ტიპის ავტორიტარი, რომელიც ცდილობს, რომ სათითაოდ მოიხელთოს ყველა, ჭირდება ისეთი წინააღმდეგობა, რომელიც დაიცავს მათ შორის მოქალაქეებს და მათ შორის პოლიტიკოსებს. ასე სათითაოდ შეეცდებიან ყველა დააკავონ, დაიჭირონ, სემონ, პასუხისგებაში მისცენ. მაგრამ როცა ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ხო, მაშინ ვარ ძალიან ძლიერები და ძალა ერთობაშია, ეს არის გამოსავალი და მე ვფიქრობ, დიდი მასშტაბური პროტესტები თუნდა უპასუხოთ იმას, რაც ეხლა ხდება აი ამ წუთებში. ყადაფის, ასადის იდიამინის რეჟიმის მსგავსი რეჟიმები ასე იქცევიან. ტერორი ახლა არიან შეტევაზე, ანუ მუდმივად ნიუსები უნდა იყოს ბევრი, რომ იჭერენ, რომ აკავებენ, რომ დაშინდეს ხალხი, ამიტომ მათი მთავარი პროპაგანდა დგას ახლა შეტევაზე. ძალიან ბევრი ადამიანი სამშობლო სიყვარულისთვის ციხეშია, ხო? ამიტომ შეტევაზე უნდა გადავიდეთ იქით. აწუხებთ, ასე ვთქვათ, გაფიცვა რკინიგზაში, უნდა იყოს გაფიცვა რკინიგზაში. აწუხებთ, პორტში გაფიცვა, უნდა იყოს პორტში გაფიცვა. ნებისმიერი სხვა ყველა ექვემდებარება ერთ ადამიანს და ექვემდებარება იმას, რომ დაიცვას ივანიშვილის სისხლიანი ფული. იმიტომ რომ იმ ფულს, რომელსაც გადაგვაყოლა, უბრალოდ უნდა რომ გადააყოლოს ხალხი, სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები, ამ ფულს სისხლის უნი ასდის. ახალგაზრდების სისხლის უნი ასდის. 59 სინდისის პატიმარს კიდევ 8 სინდისის პატიმარი დაემატა. ახლა საქართველოში 57 ადამიანი სრულიად აბსურდული ბრალდებით არის ციხეში გამოკეტილი, მათგან 8 სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ და ივანიშვილი მათ პირდება, რომ 4 წლით გამოკეტავს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც გითხარით, 8 დაკავებულიდან 6 დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, 2 ზაჰესის იზოლატორში არის მოთავსებული. ახლა 48 საათში საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მათ ოფიციალურად ის აბსურდული ბრალი უნდა წაუკითხონ და შემდეგ სასამართლო უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და მათ სასამართლოდან გაათავისუფლებენ. ამიტომ ყველა აცხადებს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ ბოლომდე, უნდა იბრძოლონ იქამდე, ვიდრე ყველა პატიმარი არ გათავისუფლდება.